განათლების და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში იმყოფებოდა. მინისტრი იმ 36 მოსწავლეს შეხვდა, რომლებიც რუსთავის სკოლებში სწავლობენ და მათ დღეიდან სასკოლო მიკროავტობუსი მოემსახურება. მინისტრმა ბავშვებთან ერთად სასკოლო ავტობუსით თავადაც იმგზავრა. სამინისტროს ინიციატივით 2013 წლის იანვრიდან ახალი პროექტი სკოლების ხელმისაწვდომობა ამოქმედდა. პროგრამა იმ საჯარო სკოლების მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფას ითვალისწინებს, რომელთაც სკოლამდე ფეხით დიდი მანძილის გავლა უწევდათ. პირველ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით უფასო ავტობუსი 190 სკოლას დაენიშნა, 6 მარტიდან კი პროექტში დამატებით 140 სკოლა ჩაერთო. აქ ხალხი ვარ ძალიან გაჭირებული პრობლემაში, ყოველდღიური გზის ფული რომ არ გქონდა, ყოველდღე ბავშვს სამლარს ვაძლევ, პირადად მე 3 შვილის დედა ვარ და მარტო ხელოქალი ვარ და მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, დახმარებისთვის და უფასო ტრანსპორტისთვის. ინფორმაცია ყველა სკოლის შესახებ არ ქონდა მოწოდებული, შესაბამისად ცოტა დაუგვიანდათ ამ ბავშვებს ეს ტრანსპორტირება. დღეს უკვე ისინი არიან უზრუნველყოფილი ტრანსპორტით სკოლამდე და სკოლიდან უკან.